ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. პირველად სიმართლის დროში ძველი მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს, რათა საბოლოოდ გაარკვიონ არსებული უთანხმოება. კუჩის ბიჭების ადგილზე პიკასო ჯგუფიდან გაუშვებდი? მან უნდა აგოს პასუხი საკუთარ შეცდომებზე. გამიჩერდა გული. მან უნდა შეძლოს შეხედოს მეგობრებს თვალებში. თქვი რომ მეგობრებმა იმ დროს მიგატოვეს, როდესაც ყველაზე მეტად საჭიროებდი მათ. მისი ერთგულება კიდევ ერთხელ გაივლის უმძიმეს გამოცდას. ის ასმოს რა თქმა უნდა თქვენ პირველად შეიტყობთ სკანდალური ჭორების რეალურ მიზეზს და 7 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოისმენთ ქუჩის ბიჭების ერთობლივ ნამღერს. მოხდება თუ არა პოპულარული ჯგუფის ხელმეორედ დაბადება? ნახეთ ირაკლი ნოზაძის სიმართლის დრო. ამობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარი. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზადყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფს. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ, დარბაზ 100,000 ლარით დატოვებთ. ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო, 31 წლის, მომღერალი ბორჯომიდან, მიმდინარე საქმიანობა, ბარ მენეჯერი, დაქორწინებული. მეორე ქორწინებიდან ყავს 2 წლის ვაჟი ლუკა. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. პარტიშევთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო. გაგორხარ? გაგორხო. ხალხი? რა? ფორმაგი სტანდარტი აქვს ამ სიტყვებს ახლა. არა, წარსულში ქუჩის ბიჭები. არა მარტო მომღერლობით, არამედ ისეც იყავი ქუჩის ბიჭი. არა, მაინც და მაინც. ფორმაგი სტანდარტია თუ არა მეთქი. ხო, მაგრამ ხალხმა მაინც ამ სახელმწიფო. არა, მიხარეს თხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ რომ გამოჩნდი და რაც მთავარია ჩემთან ხარ და რაც მთავარია ჩვენს შოუში იღებ მონაწილეობას, ეს ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია. მოდი გაგვაცანი ვისთან ერთად მოხვედი. მე მოვედი ჩემს ძმასთან, დათო ნოზაძესთან და ჩემს მეუღლესთან, ელენე ნოზაძესთან ერთად. ძალიან სასიამოვნო ამ ძმას პირველად ხედავ. მეც. რატომ? ესე დადიხარ წინ დაუგან, ხო? რა საქმიანობს ძმა? და ვოკალური მონაცემები. ისე რა. ისე რა როგორია? ისეთი ვერა როგორც ირაკლის, მაგრამ ისე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ისე რა მოვისმინო, როგორია? როგორი და წამიღიღინო და მივხვდი ახლოს ვარ. არა, სიმღერის მოყვარული, ისე ჩემთვისაც მღერი, საერთოდ ჩვენ ოჯახში ყველა მღერს მღერით თქვენთვის? სუფრასთან. იცით ხუჩის ბიჭების რომელიმე სიმღერა, ან თუნდაც პიკასოს სოლო? კი, როგორ არის? რაღაცა გიარა თითქმის ყველა. აბა რა იცით? მანახეთ ერთ. გიმღეროთ? რატომაც არა? არა, მასე ვერ გავბედაო. ვერ გაბედავთ? ვერა, იმიტომ რომ ხა თქვენმა ძმამ გაბედა და სიმართლის დროში მოვიდა და თქვენ ერთ წამღერებას ვერ ბედავთ? ესე ცოცხლად ეხა თავის მსმენელს დაკარგავს. თავის მსმენელს წავს. კი, აბა. ოჯახში ყველა უსმენს. ფონოგრამაზე თუ ცოცხლად? ხან როგორ. თუ ნამეტანი ნასვამია ცოცხლადაც მღერის. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო შენთვის აი აქ მოსვლის წინ თუნდაც? არა, რთული არ ყოფილა, მაგრამ ისეთი გამოიწვია დაფიქრება ესე, რომ კარგად დავფიქრდი. შენ უკვე მოხვედი აქ და ჩვენ, ესე იგი, მითხრეს რომ ერთი და იგივე ადგილას ორჯერ არ დაატყავენო. როგორ?
ერთი და იგივე ადგილას ორჯერ არ ურტყამება. აქ საერთოდ არ ურტყავენ. ესე მითხრეს. ვინ გითხრა? რა ვიცი, დადის ვინ ჭორები. გათხოვებს? ქალაქში. ჭორებს აყევი? ცოტ-ცოტ. მე მაგალითად აქ ჭორებს ვამოწმებ. ძალიან კარგი. ერთად შევამოწმოთ. რა არის ისეთი შენზე? აი რა გაგიგია ესეთი საოცარი ჭორი რამე, რაც გადასამოწმებელია, სასურველია რომ გადავამოწმო. მოიმე ძალიან ბევრი რაღაც გამიგია. ისეთი მე ამას არ რაღაცებიც გამიგია, რომ გავეცევი ამ საკუთარ რაღაცაზე, საკუთარ თავზე გამკვირვებია ესეთი რაღაცა, როგორ შეიძლება რომ კარგი, ამ თემას მე დაუბრუნდები, ჯერ აგიხსნით წესებს. წესები არის მარტივი, არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება მარტივი 6 კითხვისგან. თუ გაივლი წარმატებით გახდები გარანტირებული 400 ლარის მფლობელი, მე დარწმუნებული ვარ ამაზე არ გავჩერდებით. შემდეგი ეტაპი არის 4000, 10000 და ასე შემდეგ. კითხვები მცირდება, მაგრამ რთულდება. ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ღილაკი გამოიყენოთ, დააჭიროთ, თუ კი რაღაც კითხვა არ მოგეწონებათ, მე მას შევწვი. შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გაჩერდეს, სანამ მე კითხვას დაგისვავ. აი კითხვას რომ დაგისვავ, უკან ვეღარ დაიხებ. ვიყავი ლაკონური და მომწურავი და შთამბეჭდავი, რაც მთავარია. გასაგები. გასაგები. კი. შვენიერი. კარგი, მოდი აი ახლა მიდი დავბრუნდეთ ისევ შენს წარსულისკენ. შენ იდეახი რომ ბევრი ჭორი გამიგია ჩემს თავზე. სხვათა შორის შენ როგორ მაინტერესებს თუ ნახე გადაცემა როცა ჩვენთან იყო ზურა ხაჩიძე მოსული. კი. მე გკითხე მას ერთ-ერთ შენს ინტერვიუზე, რომელიც ესე თავებად გამოდიოდა სხვა ერთ ჟურნალში. კი. და ახსარებას ჰქონდა ადგილი. მათ თქვეს, შენმა მეგობრებმა და ზურამაც, რომ ეს უფრო დამახინჯებული იყო ჟურნალისტების მიერ და ჩვენ გვჯერა რომ პიკასო ამას არიზავდა არ იტყოდაო. შენ თვითონ თუ გაგივრცელებია ჭორები? რაღაცა ესე არ მახსენდება რომ რაღაც ჭორები გამომწია. კარგი, მაშინ იქ რაც ეწერა, მე იმ დღეს არ მოვუყევი იქ რა ეწერა. ბევრი საინტერესო რამე ეწერა. სიმართლეს შესაბამებოდა თუ არა? ბევრი რამ სიმართლეს შესაბამებოდა. მაგალითად რა? რა ვიცი, იგივე ჩვენი ცხოვრება, იგივე ჩვენი დაწყებული კარიერა. ძალიან ბევრი რამ, რაღაც მოვლენები. ხელშეწყობა კარიერაში ვიღაცების მიმართ, რაღაც წინადადებები, ეს ყველაფერი სიმართლეს შესაბამებოდა. ხელშეწყობა, კი ბატონო, კარიერის მიმართ დახმარება. კი, ძალიან ბევრი კარგი იყო. თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, არ გამოვრიცხავ კი არა, ვადასტურებ იმასაც, რომ იმისათვის რომ რაღაც უფრო გაყიდვადი ყოფილი. კი, წარა გამოცდილება გვაქვს ასე რომ მე ჯერა ამ ყველაფრის. რა მაინტერესებს? ქუჩის ბიჭებში მოვხვდით. ბავშვობიდან მეგობრობდით ხო ყველა? კი. ჩამოხვედით პრინციპში ზურამ ყველაფერი მოყვა, როგორ ვითარებაში ცხოვრობდით, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მოდი პირდაპირ კითხვას დაგისვა და მე ჩაუხმავდეთ. კი ბატონო. სათხარ? ნერვიულობთ? არა. შვენიერი. პირველი ეტაპის პირველი შეკითხვა. მიგაჩნია რომ ქუჩის ბიჭებთან ურთიერთობაში ჩაიჭერ. კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. კარგი. ამას ტაში დავუკავით, მაგრამ რაში ჩაიჭერ? აღიარა, აქ შეგიძლია პირდაპირ გითხრა ყველაფერი. უფრო მეგობრულ სიტუაციაში, ვიდრე შემოქმედებით სიტუაციაში. ხვდები რაც გულისხმობ, ანუ უფრო ურთიერთობაში, აი ესეთ ყოველდღიურ ურთიერთობაში, თორე კონკრეტული მიზეზები, აი მეგობრობაში როგორ ჩაიჭრა, მოდი პიკასოს დაგიძახებ, ხო? ყველა პიკასოს გეძახი წლებია უკვე. რაში ჩაიჭრა პიკასო? რაში თვლის ის რომ ჩაიჭრა? თვლი რომ უფრო მეტად უნდა გავფრთხილებოდი მეგობრებს იმ გარკვეულ სიტუაციაში, იმ შემთხვევაში. რა გააკეთე ისეთი რომ ვერ გაუფრთხილდი ან არ გაუფრთხილდი? მე გაკონკრეტებ ახლა. ეს მითოლოგია არ მაინტერესებს. მე არც მაყურებელს. ჩვენ კონკრეტული ფაქტები. ისტორიები გვაინტერესებს. საინტერესოა. თან ამდენი ხანი არ გამოჩენილ ხარ და მოყევი. ანუ რაში ჩავიჭერ? რაში ჩაიჭრა პიკასო?
კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მეტის უფლება მივეცი საკუთარ თავს. რაში? რა გააკეთა? საქართველოს პირველობა მოვიდომა. საქართველოს პირველობა. ბირთვის ხორცნაში. მე გიждები იუმორის გრძნობა რომ გაქვს, მაგრამ ეს არ გიშველის. რაში ჩაიჭრა? შენ იცი რაში ჩაიჭრა შენი ძმა? და ხშირად ემართება ესეთი რამე? ჩაჭრას მაგ სიტუაციას ვერ დავარქმევდი მე თვითონ, იმიტომ რომ იყო რა სიტუაცია. სიტუაციაზე საუბარი? ხო და დამი კონკრეტი, ამიხსენით. ვერც აგიხსნის, იმიტომ რომ ეს ბოლომდე არ იცის. დაგიბრუნდებით, დიახ. ბატონო. ჩაჭრას იმიტომ ვერ დავარქმევ, რომ რაღაცა დაირღვა მეგობრობის ესეთი ერთი დიდი მუშტი, ჩემი აზრით რა. ერთად შეკრული, იმიტომ რომ რაღაცები მოხდა ირაკლი ცოტა სხვა მხარეს წავიდა. წავიდა. საქმის კეთების მხრივ მოკლედ მოიშვა, მოდუნდა ძალიან. ჩემი შეხედულებით ესეა. მოკლედ, მე მინდა რომ ახლა ირაკლი ცოტა ხანი, ირაკლი არ მიჭირს. პიკასო მოდუნდეს, ამ თემას მე დაუბრუნდები, მაგრამ მანამდე მოგადუნებ ცოტა ხანი, სხვა თემაზე გადავიდეთ. მოდი გაგვიმხილე თუ სად და როგორ გაიცანი შენი მეუღლე. ელენე. ჩემი მეუღლე გავიცანი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ქალაქ ბორჯომში. ერთი ნახვით შეყვარება იყო? ერთი ნახვით არა, მაგრამ ერთი ნახვით მოწონება იყო ეს უეჭველი. მაგრამ ელენე ბორჯომელი არ არის, ხო? ისვენებდი ალბათ. დაბადებულია რუსთავში. გაზრდილია რუსთავში, შემდეგ წავიდა შტატებში, ბოსტონში. იქ დაამთავრა კოლეჯი. და მერე მოხვდა ბორჯომში. კი. სხვათა ძალიან უყვარს ეს ქალაქი ბორჯომი. რითი მოიხიბლე? რისი კეთება მოუწია რომ შენ მოეხიბლე? ისეთი არაფრის რაღაც გიმღეროდა? არა. არა. ვერ ვიცანი თავიდან არ ვიცოდი რომ პიკასო იყო, არ ვიცოდი რომ ქუჩის ბიჭების წევრი იყო და უბრალოდ აი ადამიანურად რაღაც დამელაპარაკა, გავიცანით ერთმანეთი და ეგრე დაიწყო. აი ხედავ? ანუ არც იცოდა რომ მომღერალი იყო. არა. ეს პერიოდი აქ არ ცხოვრობდა ესე იგი. არა, უბრალოდ თუ ქართული ესტრადა, ქართული შოუ ბიზნესი არ გაინტერესებდა, საიდან შეიძლება არ იცოდე პიკასო? და რატომ არ იცოდი? ანუ დიდი ხანი იყავი წასული? კი, 12 წლიდან მან ცხოვრობდი, ანუ 8-9 წელი მან ვიყავი. ანუ გასაგები არ იცოდი. კარგი, შენ მითხარეთი როგორ მოხიბლე? შენი მეუღლე ძახს რომ არაფერის კეთება არ დაჭირდა. რაღაცა ხრიკები არ ქონდა, რაღაცა მცდელობები. ყველა მანდილოსაც სიამოვნებს განსაკუთრებული ყურადღება, ხო? აი ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სიტყვოთი მოხიბლე. კი, ყურადღებით, თითქმის ყოველ დღე, თითქმის კი არა, ყოველ დღე ხვდებოდით ერთმანეთს მისი აი ეს დასვენების პერიოდში ქალაქ ბორჯომში. და ესეთი ყოველდღიური ურთიერთობა, ყურადღება მაინც თავისას შვება, რა თქმა უნდა. მე ყოველ შემთხვევაში ისე მქონდა გადაწყვეტილი. რამდენ ხანში შესთავაზეთ ცოლობა? 5 ხოლმე ხელი, მარტივად რომ. დაახლოებით 6-7 თვეში გაცნობიდან. დაახლოებით ესე კონკრეტულად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ესე. მე მგონი უფრო ზუსტად ელენეს ახსოვს. მე მგონი 5 თვე იყო გასული. ითვლიდი? კი. და კონდა მოლოდინი რომ ამ წინადადებას იტყოდა, თუნდაც შემოგთავაზებდა. კი, ვიცოდი. თორე სულ ერთად ვიყავით ყოველ დღე, მე ამერიკაში ვიყავი ისე წასული და დღეში 10-20 ვურეკავდით ერთმანეთს, სულ ლაპარაკობდით და რამოდენიმე თვეში ისევ ჩამოვედი და უკვე დავინიშნეთ. პიკასოზე ჭორები არ გსმენია შენ? არა, თავიდან არა. უანგარო ადამიანია შენი ძმა? ვთვლი კი. აი ამას და გადავა. ძალიან კეთილი არის. ძალიან კარგი. მეორე კითხვის დროც მოვიდა. ელენე ამერიკის მოქალაქე რომ არ ყოფილიყო. ცოლად მოიყვანდი. ნამდვილად. ეს პასუხი არის
სიმართლე. პირველ კითხვაზე ბევრად მარტივად გამეცი პასუხი. მეორეზე ხომ არ გაგიკვირდა ამდენი რომ მიფიქრა? არა. კიდევ ერთხელ გადავამოწმე ჩემი გრძნობები. ჩაიარე, ამოიარე, გაიარე. ჩაიარე, ამოიარე. მე მიხარია რომ ეს შენი ქვეცნობიერი ეთანხმება შენს პასუხს. მოკლედ გავიგეთ რომ უანგაროდ ყვარებია შენი მეუღლე, ეს უკვე კარგია. და ძმას რომ ვოკალური მონაცემი მაქვს, ესეც გავიგეთ, მაგრამ რომ არ ვღერის, ეს სამწუხაროა. მოდით დაუბრუნდეთ ახლა შენს წარსულს, პოპულარობის ზენიტში რომ იყავი. ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა, ხო? განებიურებული ყავი, თუ არა? პირადად ვერ გეტყვი ბევრი მყავდა თუ არა, მაგრამ ჯგუფს რო ბევრი ყავდა ეს. პირადად არიც. პირადად მაინც და მაინც არ ვიცი. ანუ ვერ ხვდები. ეჭვი გაქვს. ცდილობა არ გქონიათ რომ შენი გული დაეპყრო, წერილებს არ გწერდნენ, არ გირეკავდნენ, არ გაწუხებდნენ. არა, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი აურაცხელი და εν რაოდენობით. აურაცხელი და εν რაოდენობით საქართველოში მოსახლეობაც არ არის, მაგრამ იმდენი ხო იყო რომ გახსოვს, ვინმე ხომ არ დაგამახსოვდა განსაკუთრებით. თუნდაც თავისი არაორდინალური ქმედებების გამო. რაღაც უცნაური წერილი ხო არ მიგიღია. ხანდახან სიყვარულის გამო მე ემუქრებიან ხოლმე, ესეც იციან ხოლმე, მუქარებით წერილები და არა, ბედნიერება არ გხვდა წილად ესეთი ხო? ჩემთან არა. რა ასაკში მოიყვანა პირველი მეუღლე? 20? ჯერ იყავი ქუჩის ბიჭებში. თუ უკვე წამოსული იყავი? არა, ქუჩის უკვე ქუჩის ბიჭებში. ქუჩის ბიჭებში ვიყავი და მე მგონი 23 წლის. 23 წლის. და მეორე როდესაც მოვიყვანეთ, რამდენი წლის ვიყავით? 28. უფრო დაღვინებულ ასაკში. პირველ მეუღლესთან ერთად რამდენი წელი იცხოვრე? 2 წელი. 2 წელი. თითქმის 2 წელი. კარგი. როგორ ვფიქრობ, პიკასო დღეს ახსოვს მაყურებელს პოპულარულია ისევ? მე სოლო კარიერაც დაიწყე, მე შეაჩერე. პოპულარული ხა ვერ ვიტყვი ესე რომ პოპულარულია, მაგრამ რო ახსოვთ ეს მგონია, კი, რომ ბევრი რაღაცის და გამო ჯერ ესეთი ძალიან ბევრს ვთქვამს, ესეთი გარეგნობა მაქვს, რომ ადვილად დასამახსოვრებელი, ანუ ადვილად ცნობადი და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ცნობენ ქუჩაში. თუმცა ელენამ ვერ გიცნო, იმიტომ რომ ამერიკაში ცხოვრობდა. ამერიკაში პიკასოც იყო ხო წასული? კი. რას აკეთებდა იქ? მუშაობდა. როგორც ყველა ჩასული. და სიმღერა ქართულ რესტორანში წეროდი, ხო? კი. კი, რაღაც პერიოდი მღეროდი ქართულ რესტორანში. რამ ჩამოგიყვანა? თვითფრინავმა. თვითფრინავმა ჩამოგაფრინა, მაგრამ მიზეზი ჩამოსვეს რა იყო? გაგვიჭირდა იქ? კი, ნამდვილად გამიჭირდა. გამიჭირდა ჯერ ესეთი. ანუ ნოსტალგიამ შეგაწუხა თუ იქ ფინანსურად გაგიჭირდა თუ? არა, ფინანსურად დალხენილი ნამდვილად არ ვიყავი იქ, მაგრამ უფრო იმან შემაწუხა, რომ რაღაცა მარტო გძნობდი თავს, ანუ ისეთი მეგობრის გარეშე. და საკმაოდ რთულია მეგობრის გარეშე ყოფნა. ერთგული ადამიანი ხარ? კი. გაძლევს ხოლმე ეჭვიანობის საბაბს? არა. არასოდეს არ ყოფილა ჯერ. ძალიან კარგი, მესამე კითხვის დროც მოვიდა. აი, არსებული ურთიერთობა რომ დაგენგრეს. თადარიგში გყავს სხვა ადამიანი? არა. ეს პასუხი არის სიმართლე. გადავრჩილი. გადავრჩი რას ნიშნავს? ზაისეთ. არ იყავით არწმუნებული. ხალისობდით მე და ჩემი მეუღლე ამ კითხვაზე. შენ მოუყევი თუ რა კითხვები დაგისვეს? არა, მე ერთი კითხვა, ზუსტად ეს კითხვა უთხარი ელენეს, რომ მეთქი მზად იყავი.
რისთვის უნდა ყოფილიყო მზად თუ სიმართლე იყო ეს ყველაფერი და შენ იცოდი რომ ქვეცნობიერიც კი. მაინც ხოვდა ინტერვიულას ხვდები. აჰა, ესე იგი სადღაც სპეციალურად შვება ხოლმე რომ გაეჭვიანოს. ზოგადად. კიდევ მეც გაეჭვიანო. აღონ ჩემთან მიმართებაში არა. რაღაც თემებს შევეხო, რაც შეიძლება შენ არ მოგეწონოს. მოდი შენს პირველ მეუღლეზე ვისაუბროთ. კი ბატონო. რამდენი შვილი ყავს ჯერ ეს მითხარი? მე მყავს ერთი ვაჟი. ელენესთან მეორე იქ ხარ ყავს. რატომ დაიშალა შენი პირველი ოჯახი? რატომ დაინგრა? მიზეზი რა იყო? ისევე როგორც ძალიან ბევრი სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. დიდი სიყვარული შექმნილი იყო ეს ოჯახი. სიყვარული შექმნილი იყო. დიდი სიყვარულით თუ იყო ეს ნუ გასაგებია. ხო. ისევე როგორც ძალიან ბევრი ოჯახი სამწუხაროდ ინგრევა საქართველოში, აზრთა უთანხმოება, სხვადასხვა გზა და ასე შემდეგ. კი ბატონო, შენ იძახი რომ ქუჩის ბიჭებთან ურთიერთობაში ჩაიჭერი. როგორ ფიქრობ შენს პირველ მეუღლესთან ურთიერთობაში? ანუკა ერქვა ხო? კი. ჩაიჭერი ასევე? იცი რა არის, საერთოდ ყოველთვის მირჩევნია დამნაშავედ ცნო ჩემი თავი, ვიდრე სხვა დავადანაშაულო. იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობ, ყოველთვის ჯერ ჩემ თავში ვეძებ დამნაშავეს. ინიციატორი დაშლის ვინ იყო? ოჯახის? ანუკა. ანუკა. როგორ ფიქრობ, რატო? ნუ ალბათ ალბათ არა, გეცოდინება და შეიძლება ნათქვამიც აქვს და უნდა კონდეს კიდევაც ესე უბრალოდ არ წავიდოდა ხო? არა, გასაგებია, მაგრამ ესე თუ ადამიანს წასვლა უნდა შენგან, ნებისმიერ მიზეზს გეტყვის. არ უნდა დააკავ. რა თქმა უნდა. დაკავებით და ესე ძალით რაღაცა მუჭით დაჭერილი ოჯახი დარწმუნებულია რომ 1 წლის და 2 წლის შემდეგ მაინც დაიშლა. კარგი, მოდი მეოთხე შეკითხვასაც დავსვავ. დავსვათ. შენი ყოფილი მეუღლის ანუკას დაბრუნებაზე გიფიქრია ბოლო 1 წლის განმავლობაში. არა. ძალიან კარგი. ეს პასუხი არის სიმართლე. ამ კითხვაზე არაფერი არ გითხრა. შეიძლება ესეთი რამეც ყოფილიყო. არა, მაგაზე არ ვთქვია. რატომ? დარწმუნებული ვიყავი. ჰა? დარწმუნებული ვიყავი. და წინა კითხვაში არ იყავ დარწმუნებული. კი, მაგრამ ის უფრო ისეთ მიზეზს, კარგ მიზეზს მაძლევდა, რომ ცოტა ენერგიულდა. იმიტომ რომ ნამეტანი ისეთი ის აბსტრაქტულად ჟღერდა, სათად არისო და ეს კონკრეტულ ადამიანს რო ეხება, შეიძლება უფრო ენერგიულად და უფრო სერიოზული რამე მომხდარიყო. იცი რა ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად მიცნობს ჩემი მეუღლე და და გენდობა, რაც მთავარია. რა თქმა უნდა. აბა რატომ ანერვიული? რატომ არ ვანერვიულებ? პირიქით, რატომ ანერვიულებ? იცი რომ ნერვიული უჯრედები არ აღსდგება. ხანდახან ხოდა უნდა ჩააწოდო რაღაცა ისეთი, რომ ინერვიულოს. ასევე გექცევა? არა. შენ ასე გგონია. მერკანტილური ადამიანია, როგორ ფიქრობ? მერკანტილური ადამიანია? აქვს ესეთი თვისებები რაღაცნაირი? ზოგჯერ უყვარს რაღაცა რომ ანერვიულე ისე არა. აბა ძმას ვკითხოთ. არ მგონია, არა. არა, უანგარო კეთილი გახსნილი ადამიანი. აი, და როგორი კარგი მეგობარი ხარ. ამჟამად რა საკეთებ, რითი საქმიანობ? როგორ არჩენ ოჯახს? აი მე რომელი ერთი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. აი ზაფხულობით ახლა რაღაც მათხოვებ თუ რა შვებ? რამდენი ფიქრე? არა, ჯერ არ გატყუებ. აჰა, ჯერ არა, კარგი. ზაფხულობით ქალაქ ბორჯომში რესტორანია, რომელსაც აი მე, ჩემი ძმა და ჩემი სიძე, ლევან ცინცხალაძე ხელმძღვანელობთ და ეს ოჯახური ბიზნესია. ხო, უფრო ესეთი. სეზონურად ესე ვმუშაობთ ხოლმე იქ და თან ვერთობით, თან ვისვენებ, თან საქმეს ვაკეთებ. შვენიერი ამბავია და
დანარჩენ პერიოდში სამხარში რა საკეთებ? გძინავს დათვივით. არა რა დრო ძილია ფერმა მაქვს Facebook-ზე აქტიურად ძალიან კარგი. შენც ხო გაქვს ფერმა? არა. მეთქი მეგობრებში დაგიმატებ. ვერ დამიმატებ. მოდი ახლა მე მეხუთე კითხვას დაგისვამ. და ვნახოთ, თუ ამ კითხვამ გაამართა, მაშინ მეგობრებში დაგიმატებ. აბა ვნახოთ. ნახოთ. ვინმესთან ურთიერთობა გქონია მხოლოდ ფულის გამო? დაგიმატო? ძველი მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს, რათა საბოლოოდ გაარკვიონ არსებული უთანხმოება. ქუჩის ბიჭების ადგილზე პიკასო ჯგუფიდან გაუშვებდი? მან უნდა აგოს პასუხი საკუთარ შეცდომებზე. გამიჩერდა გული. თქვენ პირველად შეიტყობთ სკანდალური ჭორების რეალურ მიზეზს. მოხდება თუ არა პოპულარული ჯგუფის ხელმეორედ დაბადება? ნახეთ, ირაკლი ნოზაძის სიმართლის დრო. ვინმესთან ურთიერთობა გქონია მხოლოდ ფულის გამო? დაგიმატო? კი. ცარავთ. ეს პასუხი არის სიმართლე. არ მოგვიწონა ეს კითხვა? რატომ? ასასი ამოვნო. და ხომ არ გაიხსენებდი რამეს შემთხვევას? მე ხომ მჭირდება რაღაც საბაბი, რომ დაგიმატო მეგობრებს და თან ფერმაში გავწევრიანდე. ესე კონკრეტულ შემთხვევას არ გავიხსენებდი, მაგრამ გავიხსენებდი პერიოდს. პერიოდია უფრო ესეთი აი ახალი ჩამოსულები ვიყავით და ძალიან გვიჭირდა. და ეს არ აძლევს ადამიანს გამართლების საშუალებას, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, მაგრამ იყო რაღაცა ურთიერთობები, რომელიც რაღაცა ესე გათვლით იყო. ფულზე იყო რაღაც დაფუძნებული. არა, წარსულში. იმედია ყველაფერი წარსულში და წარსულში ბევრი კარგიც ჰქონდა. მოდი ისევ ქუჩის ბიჭებს დაუბრუნდეთ. დაუბრუნდეთ. გაიხსენე რამე, თუ გინდა. კარგზე გადავიდეთ გინდა, რაღაცა ეს კითხვა ისე არ მოგეწონა. აი როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ბოლო-ბოლო? მე ხო გითხარი რომ ცოტა დროს მოგცემ და მე ისევ დაუბრუნდები ამ საკითხს. ხო და აი დავუბრუნდი. რაში ჩაიჭერი? რატომ მოხდა თქვენი დაშლა? როგორ ფიქრობ შენ პირადად? გათამამება. შენ გათამამდი მეტისმეტად? არა მარტო მე, ყველა. ყველა გათამამ. ყველა გავთამამ. შენთვის მიუღებელი იყო მათი გათამამება თუ უბრალოდ ამ სხვა მიზეზი იყო? იცი რა არის? ურთიერთობები შეიცვალა, დამოკიდებულება. მე რატომ ალაპარაკე? ძალიან ბევრი ურთიერთობა შეიცვალა, ჯერ ეს ერთი, მერეც მეორე პოპულარობის პიკმაც თავისი რაღაცა დაღისავით დაასვა ურთიერთობას, გათამამება ერთმანეთის მიმართ, ანუ იმდენად აღარ უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას, როგორც მოითხოვდა მეგობრობა და ასე შემდეგ. ანუ შენ კონკრეტულად შენი თქვა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო, შენი ქმედებების გამო არ იყო ეს შენი წამოსვლა, ესე იგი. არა, მე ვთვლი რომ ჩემი ქმედებების გამო. და არა თქვა ზოგადად პოპულარობა მიმოქმედა ყველაზე. ამას ძალიან ბევრი პირობა განაპირობებს, ანუ ძალიან ბევრი მიზეზი. ეს კონკრეტული, ანუ სითამამე დავარ. გათამამება და პოპულარობა გაგაფუჭეთ. კი. ცოტა. ყველაზე მეტად შენ როგორც ჩანს, ხო? ალბათ. შენ თვლი რომ ჩაიჭერი. მე ჩემ თავს თვლი დამნაშავეთ. ამ სიტუაციაში. ჩვენ შოუში ხდება ხოლმე ძალიან საინტერესო რაღაცები. მაგალითად, მოდიან სტუმრები.
მოყვანილი სტუმრების გარდა ან შეიძლება რაღაც სიურპრიზი მოგიწყოთ. მოიმე ძალიან კარგი, ძალიან მოყვარს სიურპრიზი. ამ შემთხვევაში ჩვენ შენთვის გვაქვს სიურპრიზი და იმედია სასიამოვნო სიურპრიზია. აბა, მეექვსე კითხვას დაგისვავენ შენი მეგობრები ზურა და პატა ხაჩიძეები. ბიჭებო, მოგესალმები. კარგად, გამარჯობა. აი სურპრიზი. ზურა, გამახარე. წითელ სკამთან ახლოს ხარ, ხომ არ მოგინდა კიდევ? მოდი ბიჭებო, მე არ დაგსვათ ახლა დამიდექით გვერდებზე. ხო, საიქით დადეკ. მოდი შენ ჩემთან, მოდი. ამაყივარ ესე იგი. ეს მომენატრა წითელი სკამინაკა და შენც მომენატრე დიდი ხანია არ მინახე. საუკუნეა ფაქტიურად წითელი სკამის მერე არ მენახება ზურა. აღარ ვენახვები ესე ვთქვათ, ნანკას სამის შემდეგ. კითხვით მოვედი დღეს. კითხვით მოვიდა. გარდა იმისა, რომ სურპრიზი გვაქვს, ანუ გარდა იმისა, რომ სურპრიზია გადაცემაში და მოვედი ჩვენ, კითხვაც მოვიტანეთ ერთ-ერთი და დავსვათ. ჯერ არ ვიცი, ხო? ჯერ არ ვიცი. ხო და ნახე, ნუ ნერვიულობ, დაწნადი. ნერვიულობ, რამე ისეთი კითხვა ხო არ არის. არ ვიცი. დავსვა კითხვა. დასვი, მეექვსე კითხვა ეს არის ბოლო კითხვა პირველი ეტაპის. ოჰო. მოიცა. ანერვიულდა. რაღაცა შენგან უფრო ნერვიულობს კითხვის დასმაზე, ვიდრე ჩემგან. ქუჩის ბიჭების ადგილზე პიკასო ჯგუფიდან გაუშვები. დინა გაგიმეორე. კითხვას გაიმეორე. ქუჩის ბიჭების ადგილზე პიკასოს ჯგუფიდან გაუშვებდი. სიმართლე უნდა თქვა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. არა. როგორ? არა. არა, დაფიქსირებულია. ეს პასუხი არის საინტერესო. რა ხდება სიმართლის დროში? გამიჩერდა გული. სიმართლე. დილესავ გახდი გარანტირებული 400 ლარის მფლობელი. იყო საინტერესო, რა თქვი? ინტერესოა ის, რომ ამის ესე ვთქვათ, კითხვის დამსმელი ამ გადაცემაში თუ იქნებოდი ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ხდება ესეთი ოცნებები. მაგრამ ოცნებები ხშირად ხდება და მე ქუჩის ბიჭებს შენ კი გაგიშვეს ჯგუფიდან, მაგრამ მე ვერ გაგიშვებ ჯერ ამ შოუდან და ვერც თქვენ ვერ გაგიშვებთ ცოტა ხანი ამ შოუდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიურპრიზი რომელიც ბიჭებმა მოგიმზადეს შენ მოგეწონება და რაც მთავარია მიიღებ მასში მონაწილეობას. ნახოთ. ჩვენ გვინდა რომ ეს მომენტი დავაფიქსიროთ თქვენი შეკრების, სანამ რამე ახალ პროექტს ექნება ადგილი და დარწმუნებული ვარ უარს არ იტყვი. მე ხვდები, არა, არ ვიტყვი უარს. არანაირად. შვენიერი და მოდით ახლა მოვისმინოთ ერთ-ერთი სიმღერა ქუჩის ბიჭების, რომელსაც სიზმარი ეწოდება, ჩვენ ახლა სიმართლის დროში ვართ, გადაცემა სიმართლის დროში და ხანდახან სიზმარში რაღაცები ხდება, რომელიც ცხადშიც მეორდება. აქედან გამომდინარე, მე პრინციპში ვისურვებდი, რომ აი ეს სიმღერა, რომელსაც ახლა შევასრულებთ ჩვენ, ამისრულდეს ის, რომ გამოვიდეთ ერთვენიერ დღეს და დავდგეთ ჩვენი მსმენელის წინაშე და ვიმღეროთ. თუნდაც ეს იყოს დღეს პირველად სიმართლის დროში გადაცემაში აქ მაყურებელი სადაც ის აქ შევასრულებთ პირველად ამ სიმღერას. ძალიან მიხარია რომ ეს ხდება აქ, დარწმუნებული ვარ რომ ეს მოხდება ძალიან მალე დიდი აუდიტორიის წინაშე. სპონსორებს ვიხმობ კვლავ და კვლავ. მე მინდა რომ მათი ხმები ისმოდეს კვლავ და კვლავ. და რაც თავარია დავამატებ ერთს, რომ არ მინდა რომ დატოვეს ადგილი და ჩვენ აი ამ სიმღერას მოგიწუნით შენ. როგორ ვიზავ ამ ადგილს როგორ დავტოვებ? დიდი მადლობა წინ. სპეციალურად ნანკასთვის და ამ სიმართლის დროის მოგებისთვის. გაქრა. ყველაფერი გაქრა. ყველაფერი ერთი ღამის სიზმარმა წამართო და მაინც. რა ლამაზია შენი ხმა. შენზე ვოცნებობ. მე ხომ ყველაფერი შენსავით მიყვარს. მე ხომ ყველაფერი შენსავით მიყვარს.
ისე მომენატრები ღამე მოგებარები არ დამიგეთო კარები მინდა რომ ჩემი ხო ისე მოგეფერები არ დამანახოს შემლები მომენატრები ღამე ხომ შენზე ვფიქრო ჩვენებად იქოს ისევ ჩვენთან ჯობანი როზლიერ მაყვარებდი თავს უჟიჩუმაცევდი სალი უდოლდება ზღვას ვარია ღამე გეტყოდი ამას მე ვყვარებდი ისე მომენატრები ღამე მოგებარები არ დავიგეთო კარები მინდა რომ ჩემი იყო ისე მოგეფერები არ დამანახოს შემლები მომენატრები მოგეფერები ამე ხომ ჩემზე ვფიქრო სევობდი დაოცნებამ შენთვის გამზირა ჩვენი გზნობა დაგიტოვებს მე სადღაც იცვიმებს გული ისე ვიტირებ ჩემზე მიცინებ მე ხომ მიყვარხარ ისე მოგეფერები ამე მოგეფერები არ დავიგეთო კარები მინდა რომ ჩემი იყო ისე მოგეფერები არ დამანახოს შემლები მომენატრები მოგეფერები ამე ხომ ჩემზე ვფიქრო ისე მომენატრები ღამე მოგებარები არ დავიგეთო კარები მინდა რომ ჩემი იყო ჩემ გული ნატრობს გევედრება თხაჩი ასე მიდოტოვებ მარტო შენი ხმა მოწდება და ფიქრი შენთან სიმყუდროვეს და სიახლოვეს მიქრის ნახე მე სიზმარში ისე მეფერებოდი როგორც ისლამის მოწებინებოდი თითქოს არასდროს არ დამივიწყებდი მე მეგონა შენს არსებას ხომ ჩემს გვერდით ყოფნა შვენოდა დავმხეროდი სიზმარი ხდებოდა ვიროდი მისთვის რომ ცხაჩი არ დამხდებოდა გეძებდი შენ და პოეზია მიხმობს და სინანურის რემ თვალზე მიქრებოდა თითქოს გული ისე ვიტირებს მალე შენს გამიცინებ მე ხომ მიყვარხარ ისე მომენატრები ღამე მოგებარები არ დავიგეთო კარები მინდა რომ ჩემი იყო ისე მოგეფერები არ დამანახოს შემლები მომენატრები მოგეფერები ამე ხომ შენზე ვფიქრო ისე მომენატრები ორიოდე წუთის წინ რომ აი ამის შანსი მოგეცემოდა კიდევ ერთხელ. არა, ვერა. სპეციალურად სიმართლის დროის, ანუ გადაცემა სიმართლის დროისთვის და ნანკასთვის ეს სიმღერა ძალიან დიდი ხანია არ გვიმღერი, ამიტომ და მე სპეციალურად შენთვის ვაკეთებ ამას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნანკასთვის. ბიჭებო, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ გკითხოთ და არ მინდა რომ გაგიშვათ. ხომ არ დაჯდებოდით მეგობრებში? დიდი სიამოვნებით დავესწრებოდით როგორ პიკასო, შენ ხო ხარ თანახმა რომ დავტოვოთ ბიჭებს? რა თქმა უნდა. დავჯდებით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ წლების წინანდელი პერიოდი გამახსენეთ. მართლა ძალიან ძველი სიმღერაა. მოკლედ, პიკასო პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და გარეთშეულებრივი სიურპრიზი მოგიწყეს მეგობრებმა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გასაბჭრების ქვეშ თუ არა? კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა პროდიუსერს სიმართლის დროისას. იცით რა მაინტერესებს, შენ გაგახსენდა ძველი დრო, მაგრამ მოდი ახლა რეალობას დაუბრუნდეთ და მითხარი, მეორე ეტაპზე გადავიდეთ თუ არა? 400 ლარით წახვალთ თუ გააგრძელებთ? გადავიდეთ, ხო? რაკნას? მეთვლი რომ გადავიდეთ. მიღებულია პასუხი, მეორე ეტაპზე გადავდივართ. მოდი ისევ აი ამ ბავშვობას დაუბრუნდეთ. შენ თქვი
სულ რასაც არ ვიცი. ბიჭებო, თქვენ გაგიკვირდათ ეს პასუხი, თუ იცოდით რომ მის წინააღმდეგი იყო თუნდაც იმ მოსაზრებს რომ ჯგუფივე დაეტოვებინა. და არ გეთანხმებოდა თქვენს გადაწყვეტილებაში. იცი რა არის იმ დროს მე არაერთხელ თქვი ეს რომ რაღაცნაირად ჩვენ სხვადასხვა რაღაცა ინტერესები ქონდა და ვეთანხმები რომ იმ აზრში ვეთანხმები რომ ეხლა რაც წლები გავიდა რომ ჯგუფი არ უნდა დაგვეშალა ანუ არ უნდა წასულიყო პიკასო ან იმ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გადაგველახა ყველა პრობლემა და ერთად ყოფილიყავ მაგრამ ალბათ პატარები იყავით და ალბათ პატარებიც რაღაცა ცოტა გამოუცდელებით და ეს ყველაფერი დავამატებ რომ ძალიან უცბად მოხდა და ალბათ უფრო გაუთავისებლად და ამიტომ ჩქარი გადაწყვეტილება. მახსოვს თქვენი აქ მოსვლა და ძალიან პოზიტიური და დადებითი ისტორიების მოყოლა, მაგრამ რა ვქნა, პირდაპირ კითხვა ხომ არ დაგისვა? მე მზად ვარ. მზად ხარ? აი ხა კი. აქ ხასიათზე მოყვედი მოეშვი? კი, მართლა. ნახოთ, მეშვიდე კითხვა. რომ მეგობრებმა იმ დროს მიგატოვეს, როდესაც ყველაზე მეტად საჭიროებდი მათ. ირაკლის წასვლას რა თქმა უნდა უნდაო. დაძაბული დიალოგი და პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები. ოდესმე თავი მოგიმძინარებია იმის გამო, რომ სექსი არ გქონოდა. ნახეთ, ირაკლი ნოზაძის სიმართლის დრო. თვლი რომ მეგობრებმა იმ დროს მიგატოვეს, როდესაც ყველაზე მეტად საჭიროებდი მათ. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. მოდი გავიგოთ ჩემი მეგობრების აზრიც. თქვენ თვლით რომ ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვეთ პიკასო? ვერ ვიტყვი რომ მივატოვეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 100-და სხვადასხვაობამ, სხვადასხვა ინტერესებმა ცხოვრების, ჩვენ სხვადასხვა გზებზე გავყარა, ესე ვთქვათ, იმ პერიოდში. განსაცდელმა რა, რაც ყველა ნებისმიერ ალბათ ბოიბენდში, ნებისმიერ შეიძლება არა ბოიბენდი იყოს, არამედ რაღაც ბიზნესი იყოს, როცა ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი კარგად არის, მაშინ შემოტევები ხდება, რასაც განსაცდელი ქვია და ალბათ იმ სიტუაციას ჯგუფიდან წავიდა, მაგრამ მეგობრული მხარდაჭერაც სჭირდებოდა მას როგორც შანს, როგორც მეგობრები გვერდში ედექით იყვნენ ისინი შენს გვერდში. ფაქტიურად თუ მარტო იყავი ამ პერიოდში. არა, ნუ იცით რა არის, რაღაცა პერიოდი უბრალოდ სიტუაციამაც მოიტანა და ეს სავსებით ნორმალურია, რომ ჩვენ რაღაცა ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობა აღარ გქონდა, როგორც მანამდე. შენ წენა თუ გქონდა? თავიდან რა თქმა უნდა, მართლაც და მეც, მაშინ დარწმუნებული. ხომ არ შენ თვლიდი რომ მართალი ხარ? ხო თვლიდი? როგორ გადალახე ეს წენა? პირველი ნაბიჯი ვინ გადადგა? თუნდაც იმისთვის რომ დღეს შესაძლებელი ყოფილიყო თქვენი აი აქ ერთად შეყრა. რაღაცა პერიოდის შემდეგ თვითონ სიტუაციამაც მოიტანა. უპირველეს ყოვლისა ძალიან ბევრი მიზეზი მაგის ერთმანეთის ნათესავები. საერთო სამეგობრო წრე ძალიან დიდი და მრავალრიცხოვანი. და უბრალოდ ერთმანეთს იცი რა რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ყველა მეც მივხვდი და თვითონაც დარწმუნებული ვარ იციან რომ ერთმანეთს პროსტა გვერდს ვერ აუვლიდით და არც იყო მაგის სურვილი რომ რაღაც იმიტომ რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც ვნახავდით ერთმანეთს და მაინც დაუბრუნდებოდით აი მეგობრობის იმ სტადიას საიდანაც რაღაცა ბზარი დაიწყო რა. ატო შენ როგორ მიგაჩენ? შენ თვლი რომ აი ეს უთანხმოება რაც თქვა იყო თქვენ შორის.
არ ღირდა იმათ რომ ერთმანეთი დაგეკარგათ. იყო ესეთი ფასეული რაღაცა, რის გამოც ღირდა აი ამის გაკეთება. თუ უაზრობა იყო და ბავშვური ემოციები იყო. ეხანდელი გადასახედიდან უფრო სხვანაირად შენ პირადად ნანობ თუნდაც აი ეხანდელი გადასახედიდან იმ ქმედებას რომ თქვათ ადამიანის გვერდით არიყავით თუნდაც იმ რთულ მომენტში რაც ხდებოდა. იმ გაუგებრობას უთანხმოებებს ყველაფერს. ირაკლის წასვლას რა თქმა უნდა ნანობ. არა მარტო მე საერთოდ სამივე წევრი ვინც ჯგუფში ვიყავით ბიჭები. რა ვიცი. გიჭირს ამაზე საუბარი? არა. ფაქტიურად ჩვენ ყველა თემაზე გვაქვს ერთმანეთში რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ გვაქვს ურთიერთობის დღესაც და მე დავამატებ კიდე რომ არც მაშინ არ მქონია როცა ჩვენ რაღაცა ეტაპი იყო დაახლოებით 2 თვე როცა საერთოდ არ ნახულობდით ერთმანეთს კი იყო ეს პერიოდი იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ირაკლის თექსტში წყენა ქონდა ირაკლის ჩვენზე და აქედან გამომდინარე შეწყდა ალბათ ქონდათ ხო რაღაც წყენა რის გამოც უნდა ის ყოველმხრივი და მინდა გითხრათ რომ 5-6 თვეში ეს ურთიერთობა აღდგა ანუ კომუნიკაციის საშუალება ქონდა უკვე და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ხორცდებოდა ის თქვათ რაღაცა წყენა თუ რაღაცა ჭრილობები რომ როგორ ფიქრობთ მან თქვა რომ მისთვის რომ ჩაიჭრა რაში ჩაიჭრა? არ იძახის. იძახის რომ ალბათ სითამამე მოიტანა ეს ყველაფერი პოპულარობამ. თქვენც ესე მიგაჩნიათ? ეს არა მარტო ვთქვათ, მე არ გამოყოფთი ამას როგორც მეგობრობას, მარტო მეგობრობას. ეს იყო ჯგუფი ქუჩის ბიჭები, რომელიც მოღვაწეობდა და იქ იყო მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც ჩვენ მაქსიმალურად ერთად უნდა ვყოფილიყავით, ხო? და აქედან გამომდინარე, ვთქვათ ჩაჭრას ну ეს უფრო შეიძლება ისიც იყოს სამსახურებრივი მომენტიც შეიძლება იყოს უფრო მეგობრობის მხრიდან ვერ ვიტყოდი რომ ირაკლი ჩაიჭრა ჩვენს მეგობრობაში და არა ანუ ვერ არა შენ თვითონ როგორ მიგაჩნია შენ ანუ პროფესიული თვალსაზრისით ჩაიჭერი მათთან თუ როგორც მეგობარი მე აი თავიდანვე აღვნიშნე რამოდენიმე მიზეზი მაგ ყველაფერს ეს უბრალოდ ერთმანეთთან არის დაკავშირებული თუნდაც იქიდან აი ხარ ჩვენ არ ვართ რაღაცა ესეთ სპეციალური მოწვევით ვიღათ პროდიუსერის მიერ შექმნილი ჯგუფი ეს მოდის წლების განმავლობაში ხო ჩვენ ერთი უბნიდან წამოვედით და ყველაფერი ერთად გავიარეთ მე რო იქ რაღაცა საქმეში რო გვერდში არ დაუდგეს იგივე მეგობრობის ღალატია ხო ღალატი ცოტა ისეთი კაფიო სიტყვა რომ ესე ხაზგას მიჯღერს მაგრამ ეს ერთმანეთთან არის გადაბმული და მაგიტო ვთვლი მე რომ უფრო იმ მომენტში აი ბიჭების მიმართ რაღაცა ვერ ვიყავი ფლატ მართან ნანკა პირობას გაძლევთ რომ ძალიან მალე გამოჩნდებით ეს ურთიერთობა აღდგება ამას ვერ გაიხსნება რამდენად რეალურია რომ თქვენ ისევ შეიკრიბოთ ერთად გურამიკო ძალიან მალე დაბრუნდება ამერიკიდან ჩვენ გვაქვს უკვე მასთან ველაპარაკე მე რამოდენიმეჯერ ძალიან მალე დაბრუნდება ჩვენ ჩავიკეტები სტუდიაში და ჩვენს თაყვანისმცემლებს შევთავაზებთ იქნება თუ არა მეოთხე იქ პიკასო ნამდვილად ან მეხუთე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ მაგ თემაზე და მე უფლებას მიცვევ ჩემ თავს რო თქვა გადაცემაში რომ თუ კი იქნება შემდეგი როცა გაიგებთ რომ ქუჩის ბიჭების სოლო კონცერტი იმართება იქ იქნება აუცილებლად ირაკლი ნოზაძე და იქნება ჯგუფში რა თქმა უნდა და აუცილებლად იქნება პაატა ცეცხლაძეც ამ სოლო კონცერტზე რომელიც ამჟამინდელი ჯგუფის წევრია ხედავ რამდენი პოზიტივია სიმართლის დროს შენ კიდე ნერვიულო ძალიან კარგი მე მივესალმები მაგრამ ჩასაფრებული ყავარ ძალიან კარგია ხომ არ გაქვს შიში აი გაერთიანდით თქვათ გაერთიანდით და ღმერთ მაქნას გავერთიანდით ისევ და დავიწყეთ მოღვაწეობა აი ისევ აი ამ პოპულარობამ რაღაცა გააფუჭოს ისევ რაღაცა მეგობრობაში თუ უკვე დაუგვინდით აზზე მოვედით როგორც იტყვიან და მე ვთვლი რომ აშკარად დაუგვინდით ყველა ეს შეცდომები გავაანალიზეთ ყველაფერი ხო ზუსტად აბსოლუტურად გეთანხმებით ეს რა არის მომენტი შიშის მომენტი არის ოღონდ მაგის მხრივ არა რომ აი ეს რა რაღაცა შეცდომები დაუბრალოდ გონია რომ ფორმაში აღარ ხარ არა პირიქით ხარ და უფრო მეტად ვარ ფორმაში მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ ბიჭებო უკაცრავად იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდილებაც მივიღე სხვადასხვა კუთხით იგივე მუსიკალურადაც და ასე შემდეგ და მე ვთვლი რომ პირიქით გაცილებით ძალიან დიდი ნახტომით ვიქნებით წინ
აი დაბრუნების შემთხვევაში. როცა რაღაცის გაკეთება არ გინდა ხოლმე, აი. ხათ, გიწევს რაღაცის კეთება. მით უმეტეს შემოქმედს უწევს ხოლმე რაღაცების კეთება და არ სიამოვნებს, ან არ უნდა, მაგრამ უწევს. როგორ აღწევ ხოლმე ამას თავს? აგიღწევია თავი ესეთი რაღაცების კეთება. ისი გაკეთებაც არ მინდა? არ გინდა, მაგრამ გიწევს და ძალიან არ გინდა, ა? არა, ალბათ მაგ შემთხვევაში არ მომიწევს. თუ ძალიან არ მინდა, არ მომიწევს. და გისვა ახლა შემდეგი კითხვა. კი, როგორ გისვა? მე რომ კითხვის დროს დადგა. მეც მაინტერესებს. ოდეს მე თავი მოგიმძინარებია იმის გამო, რომ სექსი არ გქონოდა. გადახედა მეუღლეს, რა საინტერესოა? არა უშავს, მიპასუხე. კი. კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. გილოცა, რატო ესეთი ჟესტები ახდება? რაღაცა ესეთი თემა. რანაირი კითხვა იყო, შენ ყველა კითხვა იცი. არც ამის შესახებ უთქვამს? არა. ეს დაღლილი ხარ ხოლმე, როცა ესე იძინებ. ყოველ შემთხვევაში იმძინარებ. სხვათა შორის ამ ბოლო დროს არა. აზარტული ადამიანია, თქვენი მეგობარი, მეუღლე, ძმა. აბა მითხარით და მე მივალ მასთან კითხვით. არ არის აზარტული. არ არის. ძმა რა სიტყვის? არ არის აზარტული, არ გამიგია რა. ესე. კარტიც არ უთამაშია. კი, კარტიც და ზომიერად ალბათ ესე ვიტყვი რა, ზომიერად. კაზინოს სტუმარი ყოფილხარ? ხშირი. კი. ანუ აზარტული ხარ? აზარტული რაღაც პერიოდი კი. რაღაცა იყავი ან ვიყავი კი. თქვენ როცა ახლო ურთიერთობა გქონდათ, სანამ წავიდოდა და მე დაბრუნდებოდა. დიახ. კაზინოში დადიოდა ხშირად? არა, არ მახსოვს. არ უშვებდით? არ მახსოვს, იაგი ვთქვათ სასულიყოს აზარტულ თამაშებზე კაზინოში. თქვენ ამას თქვი რომ გახსოვს. ნუ თქვენ. არა, საზღვარგარეთ როცა ერთად ვიყავით, რაღაცა გართობის აქ არ დადიოდა აქტიური სტუმარი არ იყო, ესე იგი ჰონორარს კონცერტიდან აღებულს იქ არ უშვებდა. არ არსებობს. კარგი, საკუთარ ჰონორარს არ უშვებდა, მაგრამ რას უშვებდა, მე ხო ამას გავარკვევ. მე-9 კითხვის დრო მოვიდა. კაზინოში სათამაშო ფულის სასესხებლად მისულს მოგიმიზეზებია პირადი ან ოჯახური პრობლემები. მოგიმიზეზებია. არა. კი. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ვიყავ ესეთი. რაცა ხასიათი გიფუჭდება და გინდა კიდევ იმღეროთ თუ რა გავაკეთოთ. მენტალურად ხასიათზე მოდიხარ, ახლა რაღაცა ნელ-ნელა ქრები, რა გაქრობს, რა არ მოგწონს, რა გაღიზიანებს. მეგობრები აქ არიან, მეუღლე, ძმა, მეც, რა ვიცი, ძველი მეგობარი ვარ ფაქტიურად. არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ რაღაცა არასასიამოვნო მომენტები გამახსენდა რა. წარსულის. არსებობს. მოდი წარსულის სასიამოვნო მომენტებს დაუბრუნდეთ. ისევ ქუჩის ბიჭებთან ბრუნდებით და როგორ ფიქრობ, ვინ იყო კიდე თქვენს გარდა ესეთ პოპულარული?
ჯგუფი, ხო, იყო მაშინ ვინმე? ძალიან ბევრი იყო. ფოტოჟურნალის პერიოდი ისეთი, როდესაც კონკურენცია ასაც ისისთვის იყო, რა თქმა უნდა, იყო ჯგუფი ფლეში, იყო სახე, რა თქმა უნდა, ფლეში. ფლეში სახე იყო კი. სახე ჩვენ დროს, ანუ როცა ვიწყებდით, მაშინ ძალიან. ამთავრებდა. თუ არ ამთავრებდა? არა, ძალიან პოპულარულები იყვნენ. სადღაც უკვე მე სულ დათფორჭდეს რომ ვეუბნები ხოლმე ჩვენი მოსვლი როგორც კი შემოვედით შოუ ბიზნესში თქვენ დატოვეთ მეთქი სცენა მეთქი ხანდახან ვეუბნებით პირად საუბრობთ და კონკურენტად რომელს უფრო აღიქვავდა ეს შემაგად როგორ ვთვლიდი რომ ის ჩვენი ძლიერი კონკურენტია თქვა სახე ძალიან ძლიერი სახე მე მახსოვს აი ჩვენი ინტენსიური მუშაობა აი ესეთი ინტენსიური დღეში რამოდენიმე საათი მუშაობა და პარალელურად თუნდაც სახის შემოქმედება დადებული წინ რომ რაღაცა მსგავსება არ ყოფილიყო და რაღაც ახლის ძიებაში და ძალიან ისეთი პერიოდი იყო ხოლმე რა. რაღაც ისტორია არის ხო რაღაც თქვენზე რა ისტორია იყო? აი ის რაღაც არაჩვეულებრივად მღერიან ეს ბიჭები იმათ კი არ გვანანო ქუჩის ბიჭებსო იყო ესეთი ისტორია? ეგეთი იყო ეს თუ ზუსტად იმას ამბობთ მეტროში რომ მღეროდით თუ გაიხსენეთ რო ჩავდიოდით და მრავალჟამიერ ჩვენ მეგობრებთან ერთად მღეროდით ერთ-ერთ მეტროში მაშინ მეტროთი ვგზავრობდით და სცენაზეც გამოსულები ვიყავით უკვე ანუ ერთი კლიპი გადაღებული ქონდა მაგრამ მანქანები არ ყავდა მოგზავრობდით მაშინ მაინც გადავადგილდებოდით მეტროს საშუალებით ხალხი არ გწნობდა ესე რომ ვთქვა ხო მაინც ცნობადი სახეები არ იყო ახალი დაწყებული იყო ხო ეს ამბავი ხო და მოკლედ მეტროს ჩავდივართ ცედულ მრავალჟამიერს მღერივარ ძალიან მაგრამ მარტო ჩვენ არ ვიყავით ჩვენი ორი მეგობარი იყო კიდე ფოლკლორული ანსამბლიდან და ვარკეთილის მეტროში რო ჩავედით ქვევით ნასვამი კაცი დაგვეჯახა ესე თქვენ გენასვალეთო და რა არის მოკლედ რა მაგრამ მღერი ხართო აბა ისინი მღერიანო იმათი დედავატირე ой ქუჩის ბიჭები რო არიანო ეს ხო ფაქტიურად კომპლიმენტიც და ესე ვთქვათ შექებაც და ყველაფერი. ხო შემიძლია და ყველაფერი. აი ამ გადაცემის შემდეგ პიკასო რო გავა, ეგეთი რამე არ დაემართება ზუსტად ვიცი. იმედია. როგორ ფიქრობ? აი მოდი ყველას კითხავთ თუ გინათ, უცებ მითხარით, აი როგორ ფიქრობთ საქართველოში? ნუ ჩვენ მასშტაბებზე ვისაუბროთ. ვინ არის ყველაზე ნიჭი, აი უცებ ვინ გახსენდება? ყველაზე ნიჭიერი შემსრულებელი. ქალი კაცი სულ ერთია. ესტრადაზე მაქვს საუბარი. ქეთა თოფურია. ქეთა თოფურია, თქვენ? სოფოზე ვიტყოდი ხალვაშზე. ის? სოფო ხალვაში. დიახ. ელენა, შენ როგორ ფიქრობ? არ ვიცი, ნინი შერმადინი, ბადურაშვილი, კარგი ხმა. მე ზურას დავეთანხმები ქეთა თოფურია. შენ როგორ მიგაჩნია, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი, აი უცებ ვინ გახსენდება? ნინო სურგულაძე. ნინო სურგულაძე. რა გადავინაწილეთ? რა მოიცვა მთელი შოუ. შემოქმედებითი სამყარო. ფანტასტიკური გემოვნება გაქვს სხვათა შორის. და გისვა ახლა შემდეგი კითხვა. კი. თვლი რომ ქუჩის ბიჭებში ყველაზე ნიჭიერი ხარ? აგარ? პირდაპირ თქვი, მოკლე პასუხი მინდა. კი. ეს პასუხი არის სიცრუე. ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდია რომ შენ ასე რეალურად არ თვლი. არა, კარგია რომ ესე აღმოჩნდა? არ ვიცი ეს ვისთვის როგორ, შენ როგორ ფიქრობ? კარგია რომ გეგონა, ყოველ შემთხვევაში გინდა რომ იყო ყველაზე ნიჭიერი, თუმცა შენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, მაგრამ ეტყობა, როდესაც ოთახში განმარტოვდი დეტექტორთან და ჩაუღრმავდი
შენს თავს დეტექტორმა დააფიქსე, რომ შენი ქვეცნობიერი ბოლომდე მაინც ჯერობით არ გეთანხმება. რაღაც შინაგანი ბრძოლები არსებობს. და შენ თვლი რომ ბიჭები უბრალოდ ძალიან ნიჭიერები არიან. ისინი თვლიან რომ შენ ხარ ნიჭიერი და მოკლედ ჰარმონია შედგა. მე დავამატებ ერთ რამეს, ჩვენ სამივე ფიქრობთ, რომ ირაკლი მართლა ნიჭიერი იყო და კი, ყოველთვის ესე იყო. თქვენ ყველანი ძალიან ნიჭიერები ხართ. მე ძალიან მიხარია რომ მოხვედით ყველა ჩვენთან. შენ განსაკუთრებით დიდი მადლობა რომ მიიღე მონაწილეობა, აღიარეს სიმართლე, რაც თავარია. გელოდებით დიდ სცენაზე. ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებით იმით ვარ მოხარული რომ გაერთიანდებით ძალიან მალე, თუმცა ეს გაერთიანება ასეთ ისე ჩვენთან უკვე შედგა. წარმატებები მინდა გისურვო, ყველაფერი კარგი და რაც თავარია მსმენელს მინდა რომ ვუსურვოთ თქვენი ახალი ალბომი. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ეგეა. დიდი მადლობა.